წინა საარჩევნო სამზადისი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვით ადრე. ბრძოლადობრივი რევოლუცია ფილიპინებიდან პოლონეთამდე ყოველთვის დაფუძნებული იყო საზოგადოების კონსოლიდაციაზე. ჩვენი ამოცანა, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, როგორც ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, როგორც პარტიის, რომელმაც 2003 წელს მშვიდობიანი რევოლუციის გზით ერთხელ უკვე დაამხო ავტორიტარული რეჟიმი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ქვეყანაში მოიტანა ყველაზე დიდი საკეთილდღეო ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ამოცანა საზოგადოების გაერთიანება, იმ ფრაგმენტაციის აღმოფხრა, რომლითაც ხეირობს ივანიშვილი და რომელსაც ის მუდმივად თესავს საზოგადოებაში, ისევე როგორც პოლიტიკურ სპექტრში. ხაბეიშვილი და მისნაირები ის სხვა პარტიები, რომლებიც ბოიკოტში იმყოფებიან და ოპოზიციაში არიან. დღის ბოლოს ის 4 ოქტომბერი რო დაღამდება. რას აკეთებენ? აი რას ნიშნავს იმ შინაარსში რა ნარატივიცაა გამოდებული მშვიდობიანი რევოლუცია. აი ეს კითხვა უნდა დავსვათ. და აი ამ კითხვაზე თუ რომელიმე მათგანი ხაბეიშვილის თამადობით, რადგან რაღაცნაირად ლიდში არის წარმოდგენილი, პასუხს გასცემს, თუნდაც იმ 4 ოქტომბრამდე. მინიმალურად რაღაც პასუხი უნდა იყოს, რას აკეთებს 4 ოქტომბრის დღე რო დაღამდება, როგორ სრულდება ეს დღე და რას ნიშნავს განმარტოს. აი მას მე რაღაცნაირად ჩვენც გავაკეთებთ ალბათ შეფასებას და შეუძლებელია ამ ყოველფრის შეფასება. წინააღმდეგობის მოძრაობის გაძლიერება არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, მათ შორის ამ არჩევნებში შესვლით. წინააღმდეგობის მოძრაობა ქუჩის პროტესტი არის არა ალტერნატივა ჩვენი აზრით, არამედ ის პარალელური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და რომელმაც უნდა გააძლიეროს. ჩვენ ვფიქრობთ, წინააღმდეგობის მოძრაობა არის გასაძლიერებელი, სხვა პარტიებს სხვა ხედვები აქვს, ბუნებრივია ნებისმიერი გაძლიერება ქუჩის პროტესტის და საპროტესტო მოძრაობის არის კარგი. კონკრეტული პარტიის გეგმებზე და იმაზე თუ საზოგადოება როგორ იქნება კონცენტრირებული 4 ოქტომბერს ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს მათი გზა არის. ის 4 რადიკალური პარტია, საიდანაც 2 არჩევნებში მონაწილეობას იღებს და 2 არა, კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, ვისაც ჩვენ ვეძახით, რა თქმა უნდა, ერთმანეთის მიმართ არიან ერთმანეთზე გადაკიდებულები, იქიდან გამომდინარე, რომ კი, ნამდვილად ერთი ვერტიკალით იმართებიან, თუმცა ყველა სურს რომ იყოს ფავორიტი ამ გარე ძალებისთვის, ლეგიტიმურ დამხობას თუ რაღაცა მსგავს ტერმინს იყენებს და ნუ რა თქმა უნდა, არაფერი არ გამოუეხება ხაბეიშვილი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს. სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას, ჩვენი სამართალდამცავი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე დგანან და შესაბამისად ეხლა რა მუქარებიც არ უნდა იყოს, ბატონი ხაბეიშვილი იქნება თუ ვინც იქნება, ჩვენ ამას სერიოზულად რა თქმა უნდა არ აღვიქვავთ და რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობაში დარწმუნებულია იმაში, რომ საქართველოს შეინარჩუნებს სტაბილურობას. დღეს საქართველოში დიდგორობა აღინიშნება. დიდგორის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისის შემდეგ დიდგორის მემორიალამდე ფეხით მსვლელობა მოეწყო. დიდგორის თავარი გაკვეთილი ყველა თაობისთვის უცვლელია. როდესაც ერთიანია და მოძრაობს საკუთარი სიმართლის რწმენა, მისთვის დაუძლეველი დაბრკოლება არ არსებობს. დღევანდელ გამოწვევებით ახსოვს მსოფლიოში სწორედ ამას შეგვახსენებს ჩვენი პატრიარქის ბრძნული სიტყვები, დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია. დღეს ჩვენი თანამედროვე დიდგორი არის ბრძოლა ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისა და სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის. დღესაც გვიწევს უთანასწორო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამტკიცებისთვის, ასევე ჩვენ გვიწევს ბრძოლა იმ ქრისტიანულ ფასეულობათა დასაცავად, რომელსაც არა მხოლოდ ჩვენი თვითყოფადობა, არამედ მთელი ევროპული ცივილიზაცია ტრადიციულად ეფუძნებოდა და ეფუძნება. ეს ბრძოლა მოითხოვს იმავე ერთობას, გონიერებას და სამშობლოს ერთგულებას, რაც 9 საუკუნის წინ ჩვენმა დიდმა წინაპრებმა გვიჩვენეს. დარწმუნებულია, რომ ჩვენი ერთიანობით და სულისკვეთებით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს ისტორიულ მიზანს. როცა ერი ერთიანია, როცა ცხოვრობს ღვთის რწმენით, ლოცულობს, შრომობს და იბრძვის, გამარჯვება გარდაუვალია.
რადგან ღვთის დიდი შეწევნა მოდის მაშინ, როდესაც ადამიანური ძალებით კეთდება ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია. სწორედ ამ სწორუპოვარმა გამარჯვებამ მოახდინა ისტორიული გარდატეხა და საქართველოს აქცია ანგარის გასაგზავ ქვეყნად, დამოუკიდებელ, ძლიერ და თვითყოფად სახელმწიფოდ. მეტიც, დღემდე დიდგორი არის ჩვენი ეროვნული ღირსებისა და სახელმწიფოებრივი იდენტობის საკვანძო ისტორიული მოვლენა. მინდა მთელ საქართველოს მიულოცო თვითონ სიტყვა მნიშვნელობა ხო დიდგორი როგორც გორა რა თქმა უნდა დიდი გორა მაგრამ მეორე დიდი სიმბოლო რომ დიდი გორის ხალხმა მოიგო ბაგრატიონებმა და სიმბოლურად დარჩა საქართველოში აი გვარის ხალხი ყველა რომ დიდი გორისანი და კიდევ სიმბოლურად დარჩა ის რომ კიდევაც შეიძლება რომ ამ დიდ გორზე გვეზეიმოს ჩვენ ის დიდი გორი რომელსაც დიდი გვარის სახელწოდება დაგვიტოვეს ჩვენ და დიდი ისტორია დაგვიტოვეს. გილოცავთ პირველ რიგში დღევანდელ დღეს მადლობა ჩვენ გმირებს რა ვიცი არ გველევა დღეები და დღესასწაულები ქართულ ხალხს და ერს როგორც წმინდანების ისევე გმირების და ის გმირებიც რა თქმა უნდა წმინდანები არიან ღმერთმა აი იმ გმირი ხალხის იმ გმირი ჩვენი წინაპრების სისხლი რაც დაიღვარა რაც დაიდო აი მიწაზე ხო ფუჭად არ ჩაევლოს და მე ვიტყოდი როგორც სახელმწიფო მასალა აფხაზეთის წევრი აფხაზეთში გვეზეიმოს თითეულ კუთხეში გვეზეიმოს